კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია შეხვედრებს განაგრძობს. ამ წუთებში თანამოხსენებლები აქციების დროს დაკავებულთა ნაწილს საპატიმროში ხვდებიან, იქამდე მოусმინეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. დღეს ვპ-ის წარმომადგენლები შეხვდებიან პრემიერ-მინისტრს. ეს ვიზიტის მესამე დღეა. მისიამ უკვე მოусმინა პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ვიზიტი რეგულარულია და დელეგაციის მიზანია შეაფასოს საქართველოს როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. მირიან გორგოძე გვერდდება მეტ ინფორმაციით. მირიან, რასაც ხდებიან შეხვედრების მონაწილეები, რა თემებზე ისაუბრეს მონიტორინგის მისიასთან. შეხვედრების პირველი ნაწილი დღეს გაიმართა დღის პირველ ნახევარში, თუმცა მანამდე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ და ამ წუთებში იმყოფებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები სასჯელახსოვრების გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში, სადაც ხვდებიან თბილისში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ კონკრეტულ პირებს, მოისმენენ მათგან ინფორმაციას. მონიტორინგის კომიტეტის წევრები, რომლებიც გამოიყენებენ ამ მასალას და ინფორმაციას იმ ანგარიში, რომელსაც ამზადებენ ისინი საქართველოს შესახებ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს შესახებ თანამოხსენებლები ხვდებიან ყველა მხარეს, აგროვებენ კონკრეტულ მასალას და ასევე არსებობის შემთხვევაში მტკიცებულებებს, რათა შესაბამისი მასალა გამოიყენონ მათ საქართველოს შესახებ მოსამზადებელ ანგარიში, როგორც უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ. დღის პირველ ნახევარში გაიმართა შეხვედრები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა მოусმინეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ბარიერ გადალახულ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს. ამ შემთხვევაში საუბარია ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მათ თბილისში ჩამოსულ სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ კანონდარღვევების შესახებ, რომელთა დაკავშირებითაც მათ აქვთ კითხვები და ასევე მიაწოდეს ინფორმაცია იმ დარღვევებზე, რის გამოც ისინი ამ დრომდე არ ცნობენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ითხოვენ ახალი არჩევნების გამართვას. დღეს საქართველოს ყველა მოკავშირე ფიქრობს იმაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და გვქონდა სწორედ ამაზე საუბარი, რატო არის ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი, რომ სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები. Ქონდა საუბარი იმაზე, როგორი ხედვა არის ამ არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ დღეს ყველა, ვინც კარგად იცნობს საქართველოში შექმნილ ვითარებას და მათ შორის არამხოლოდ ეხლა, არამედ გასული წლების მანძილზე ახლოდან აკვირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, აცნობიერებს, რომ ესეთი გამოწვევის წინაშე ეს ქვეყანა ფაქტიურად არასდროს არ ყოფილა გასული წლების მანძილზე და აცნობიერებს იმასაც, რომ დღეს ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა. ჩვენი ამოცანა იყო მათთვის მიგვეწოდებინა და მივაწოდეთ ანგარიში, რომელიც მოიცავს იმ ძალადობის ფაქტებს, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ 28 ნოემბრის შემდეგ პოლიტპატიმრების შესახებ, ის შემთხვევები თუ როგორ შეთხზა და შექმნა ქართულმა ოცნებამ ძალადობის ანგარიშები და რის საფუძველზე არიან დაპატიმრებულები. მივაწოდეთ ასევე ინფორმაცია თუ როგორ მოიპარეს არჩევნები, იმიტომ რომ ეს უნდა ისახოს ასევე იმ ანგარიში, რასაც ისინი დაწერენ და ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ქართულმა ოცნების არ მიიღოს ეგრეთ წოდებული უფლებამოსილება ევროსაბჭოში. საპარლამენტო დელეგაცია ასევე უკვე შეხვდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები გამოიყენონ იმისათვის, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაავრცელონ არაობიექტური და არასწორი ინფორმაცია და ამიტომ, როგორც სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატის ვიზიტები და შეხვედრები, რადგან აქვს შესაძლებლობა, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს შესახებ თანამოხსენებლებს, მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მიაწოდონ, როგორც თავად ამბობენ, ობიექტური და სამართლიანი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ არის დარჩენილი, რომელმაც უმაღლესი ქულა არ დაგვიწერა და ყველა რეიტინგით არ გადავასწარით კანდიდატ ქვეყნებს და ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას.
აი ეს არის მოცემულობა. ევროსაბჭოს წევრმა საქართველოს შეასრულა უამრავი ვალდებულება და პრაქტიკულად წინ გაიჭრა ამ დემოკრატიული სისტემის მშენებლობის გზაზე და რაც მთავარია ეკონომიკური ნაწილით არის უზრუნველყოფილი ყველა ის ღონისძიება, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ატარებს. ამის წინააღმდეგ არის სერიოზული მობილიზება და მათ შორის არა მარტო საქართველოში, ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტის ძალიან დიდი ჯგუფი პირდაპირ ბრძოლაზეა გადმოსული ნაცმოძრაობასთან ერთად. პრაქტიკულად ეს ერთი გუნდია. ასე რომ ამ ვითარებაში რასაკვირველია სრული ინფორმაციის მიწოდება კომპეტენტური განხილვების საკითხის იყო საგანგებოდ მნიშვნელოვანი. დღის მეორე ნახევარში არის დაგეგმილი კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს და შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი თბილისში დასრულდება. მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები დღესვე ესაუბრნენ შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრას ვახტანგ გომელაურთან ერთად ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები. უწყების ცნობით მხარებმა განიხილეს საპარლამენტო არჩევნების დროს გატარებული ღონისძიებები, ასევე საუბარი შეეხო აქციებს. კერძოდ სამინისტროს ინფორმაციით მინისტრმა თანამოხსენებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში თბილისში რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს აქციის ძალადობრივი მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონის საწინააღმდეგო ქმედებებისა და პოლიციის გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ აზერბაიჯანს ეწევა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით ვიზიტის ფარგლებში ბაქოში პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველოს აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის ხდომა გაიმართება. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს დელეგაციაში არიან ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, სოფლის მეურნეობის და კულტურის მინისტრები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. უკვე ბაქოში საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიური უწყების ცნობით შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სულ ცოტა ხანში დაიწყება. მოლაპარაკება იმართება როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. ამის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციაზე განცხადებებს გააკეთებენ. აზერბაიჯანი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა არის საქართველოსთვის. დინამიურად ვითარდება ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები. მნიშვნელოვანი არის წლის დასაწყისშივე იმართება პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის ქალაქ ბაქოში. დაგეგმილი არის მთელი რიგი შეხვედრები, მათ შორის პირველ რიგში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრი საკითხების, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით, კულტურულ ჰუმანიტარული საკითხები. ფიქრობ, აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებას, გაძლიერებას და გადაიყვანს, რა თქმა უნდა, ახალ ეტაპზე. თანამშრომლობა სავალდებულოა, თუმცა ოპოზიცია არაპირებს შეართოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში. საუბარია კომისიაზე, რომელსაც ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულის შესასწავლად შექმნის. ოპონენტებს კონსტიტუციის ჩანაწერი შეახსენა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სასჯელი. მისივე განცხადებით საკითხი ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის და უარის შემთხვევაში ამოქმედება შესაბამისი ზომები. ოპოზიცია საკუთარი გეგმების შეცვლას არაპირებს. პარტიებისთვის ყველა არგუმენტი ბათილდება იმ პირობებში, როდესაც აცხადებენ, რომ პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. ანუკა ბუავა განაგრძობს თემაზე საუბარს და მისგან მოვისმენთ მხარეთა პოზიციებს. საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობის ვალდებულება აქვს ყველა იმ პირს, ვის ხელთ არსებულ ინფორმაციასაც კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ამაზე საუბრობდა გუშინ პრემიერ-მინისტრიც, როდესაც ამბობდა, რომ კონკრეტული სუბიექტები თავად არ წყვეტენ, ითანამშრომლებენ თუ არა საგამოძიებო კომისიასთან, მინაიდან ამ საკითხს, როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე პარლამენტის რეგლამენტი აწესრიგებს და შესაბამისი პასუხისგებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 349 მუხლით არის გათვალისწინებული. თუმცა ამის მიუხედავად ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიასთან, რომლის ერთადერთი მიზანიც მათივე თქმით არის პოლიტიკური შურისძიება, თანამშრომლობას არაპირებენ, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საკუთარ დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ცვლიან.
ემუქრება სისხლის სამართლის წესის დაჭერით ყველა საქართველოს პატრიოტს. ეს მესამეშავს, რომ საქართველოს პატრიოტები შეშინებიან. ამ შორის, რა თქმა უნდა, არც ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, ვითანშოროთ თვითუმეტეს დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველოს იდეის გასამართლების კომისიასთან დაკავშირებით თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია. ვის გამოძიებას აპირებენ, არ ვიცი, იმიტომ რომ მე მგონი მაშინდელი ხელისუფლების დროს რაიმე, ასე ვთქვათ, პრობლემები თუ იყო, ამ პრობლემების შემსრულებელი ხალხი და ამ პრობლემებზე პასუხისმგებელი ხალხი დღეს ძალიან მყარად არის მოთავსებული ქართული ოცნების რიგებში. მართალი გუნდიდან დღეს ოპონენტებს სწორედ კონსტიტუციასა და პარლამენტის რეგლამენტზე მიუთითეს და შესაბამისად ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ყველა იმ პირის მონაწილეობა იქნება უზრუნველყოფილი ამ პროცესში, ვის ხელთ არსებული ინფორმაციითაც სწორედ საგამოძიებო კომისია დაინტერესდება. დღეს ქართულ ოცნებაში ისაუბრეს თავად საგამოძიებო კომისიის მიზნებთან დაკავშირებითაც და თქვეს ის, რომ 2013 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულები სამართლებრივი პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს. საგამოძიებო კომისიის შექმნა, რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. საქართველოს პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია, სადაც, რა თქმა უნდა, ჩვენც როგორც საპარლამენტო ოპოზიცია მივიღებთ მონაწილეობას და რა თქმა უნდა, გაწერილია ეს კონსტიტუციის დონეზე და რეგლამენტის დონეზე, რომ საგამოძიებო კომისიის კითხვებზე პასუხი არის სავალდებულო, დაბარება, მოსვლა, ეს არის სავალდებულო. თუ ვინმე ამას არ შეასრულებს, ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები არსებობს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საზოგადოება კიდევ ერთხელ იხილავს იმას, თუ რას ჩადიოდა კოლექტიური ნაცმოძრაობა როცა ხელისუფლებაში იყო და ასევე ისეთი ფაქტებიც იქნება გამოვლენილი, რომელიც დადასტურებულიც არის უკვე საერთაშორისო სასამართლოს მიერ და ამავდროულად ჯერჯერობით უცნობი არის საქართველოს საზოგადოებისთვის. თქვენ იცით, რომ ნაციონალური მოძრაობის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, კონკრეტული ლიდერები ზოგმა მოიხადა, უკვე ზოგი გაქცეულია, ზოგი ახლაც იხდის საჯელს, თუმცა სამართლებრივი შეფასება თავად რეჟიმის, რომელიც 2012 წლამდე მართავდა ჩვენს ქვეყანას და უამრავი უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას არ შეფასებულა. იცით თქვენ, რომ მათ შორის ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ჩვენ შევქმნით საგამოძიებო კომისიას და მოახდენით რეჟიმის სამართლებრივ შეფასებას, ჩვენ ვასრულებთ ჩვენ საარჩევნო დაპირებას, თებერვლის პირველივე სასესიო კვირაში შეიქმნება კომისია, კონსტატაციები უკვე დაწყებულია და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა ხდებოდა რეალურად ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე. თუ გამოიკვეთება კვლავ კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, აღნიშნული მასალები გადაეცემა პროკურატურას, თუმცა რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი მასალები და შესაბამისი მოთხოვნა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს იმისათვის, რომ იმსჯელოს, უნდა არსებობდეს თუ არა ნაციონალური მოძრაობა როგორც პოლიტიკური პარტია. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ქართული ოცნება საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში დააყენებს. კომისია შექმნიდან 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს შესაბამის სამართლებრივ და პოლიტიკური შეფასების დოკუმენტს, რომელიც გენერალურ პროკურატურაში უკვე შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება. მადლობა, ანუკა ბუავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ისო პოლიტიკური დისკუსიის საგანია პროკურატურის ინფორმაცია ქართული ოცნებისთვის შუალედური დასკვნა ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციას მტკიცებულება არ აქვს და ვერც ექნებოდა პროკურატურას უნდობლობას უცხადებს თავად ოპოზიციას, სადაც მიაჩნიათ, რომ საკუთარი ბრალდებების გასამყარებლად საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით საკმარისი იყო. უწყებამ გამოძიების შედეგები გუშინ გამოაქვეყნა პროკურატურის ცნობით, მოწმეებმა მტკიცებულებები ვერ წარადგინეს, ამასთან გამოძიებამ დაადგინა, რომ ვერიფიკაციის აპარატით ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა შეუძლებელია. ლელა ჯავახიშვილი გვერდდება პოლიტიკური შეფასებებით და მისგან მოვისმენთ როგორია პოზიციები. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ დღეს აქტუალური უკვე ახალი არჩევნების ჩატარებაა და არა გასული არჩევნების შესახებ მიმდინარე გამოძიება, რომელსაც თავად არ ენდობიან. ოპოზიცია ამბობს, რომ მათ მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნის პროკურატურის შუალედური ანგარიში, ასევე აცხადებენ, რომ მათ საკმარისი მტკიცებულებები წარადგინეს არჩევნების გაყალბების შესახებ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთანაც. პროკურატურას არავინ არ ეკითხება ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება თუ არ ჩატარდება ახალი პოლიტიკური საკითხები. არავის არ აინტერესებს საერთოდ არა თუ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც კი რას თავარაკავს ახლა პროკურატურა. რაფერი არის გაყალბებულება, ექსპერიმენტები ჩავატარეთ და ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ თუნდაც ჯემალი და იმან გითხარ არ ყალბდება სისულელე. ჩვენ თან დაგვაქვს სულ ეს მტკიცებულებები, რომელიც მე მაშინ სამსახურე პრეზიდენტზე წავადგინე. თან დაგვაქვს მაინც ყოველ შემთხვევაში. სადაც კი მაგას ვიღებთ და რაღაც ვიწყებთ არჩევნების ლაპარაკს, ამას გვადებინებენ გვერდზე და გვეუბნებიან, რომ დაამთავრდა ეგ ამბავი, უკვე არავის აღარ აინტერესებს, მაგას საკავშირი კითხები აღარ აქვს. არჩევნები ქვეყანაში არ
არჩევნების გამოძიება ამ პროკურატურის პირობებში აქტუალური არ არის. არანაირი მოლოდინი ეს პროკურატურა გამოძიების შედეგებს დადებს არ ქონდა არც დასაწყისში და შესაბამისად ეს შუალედური დასკვნის ჩალოღლუღებაც თუ რაღაცა დასკვნის გამოქვეყნება საერთოდ არაფერს არ ცვლის ჩვენთვის. ბუნებრივია ყველამ აბსოლუტურად საერთაშორისო დონეზეც და ქვეყნის შიდა ლეგიტიმაციის საკითხში ყველამ ძალიან კარგად იცის ამხელა პრობლემები უდგას ხელისუფლებას. მართულ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას ჰქონდა აბსურდული ბრალდებები და ვერ ექნებოდა შესაბამისი მტკიცებულებები. ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ ვერ ითანამშრომლა გამოძიებასთან იმ პირთა ნაწილმა, რომელიც გაყალბებაზე საჯაროდ მიუთითებდა. უმრავლესობა ოპონენტებს ურჩევს, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნამდე კარგად გაეცნოს პროკურატურის შუალედურ ანგარიშთან ერთად ეუთო ოდილის დასკვნასაც. ხელი აქვს ჩაქნეული გაყალბების დამტკიცებაზე. რატო? იმიტომ რომ არ არსებობს ელემენტარულად ამის არანაირი მტკიცებულება. ვერც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, ვერც უცხოელებმა, ვერც შესაბამისად პროკურატურამ და ვერც პროკურატურაში მისულმა ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერებმა მტკიცებულება ვერ მიიტანეს. ვერც ფარულობის დარღვევის, ვერც გაყალბების, ვერც ზეწოლის შესაბამისად ყველამ დაინახა უკვე რომ ეს არის უბრალოდ აკვიატებული აზრები. რაც შეეხება რომ ისევ ამბობენ გაყავდა, ნუ ის ცნობილი ქართული ფილმია მაინც ამოვთხრი, ეს არის უბრალოდ ფსიქოლოგიური გადახრა და ეხლა ეს ჩვენი კომპეტენცია უკვე აღარ არის. გამოძიება რასაკვირველია ამ დასკვნამდე მივიდოდა. წარმოუდგენელი ბრალდებები იყო, რომ იქ ვიღაც ხალი ვიღაცას უცინოდა და ის კიდე ვიღაც კაცი დვაბზუში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაკოცნა. გაყალბდა და მორჩა. აი ეს არის ლაპარაკი. სულ არ ყოფილიყო პროკურატურის გამოძიება, ოპონენტებს არ წარმოუდგენიათ არაფერი, არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, ვიტუმეტეს ტოტალურად გაყალბებული. ეუთო ოდილის დასკვნაც ამაზე მეტყველებს და ის თავარი სიმბოლო გაყალბებისა ის შავი წერტილი ნელ-ნელა დღის წესრიგიდან მოიხსნა და აბრევიატურაც ეგეთი აღარსა დაღარჩა. არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ შუალედური ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. ითქვა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგად გამოირიცხა ის, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა, თითქოს შესაძლებელი იყო ამ მომრჩევლის მიერ მრავალჯერადად ხმის მიცემა. მადლობა. ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პარტია გახარია საქართველოსთვის სასტუმროს შერატონისგან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გადაცემას ითხოვს. ბრიფინგი ამ თემაზე ბერდია სიჭინავამ გამართა. თქვა, რომ სასტუმროს ოფიციალურად უკვე მიმართეს პარტიის ინფორმაციით საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გიორგი გახარიას რამდენიმე დღეში გამოკითხავენ. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩეს უნდობლობასა და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეო მტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით. ამიტომ სასტუმრო შერატონისგან ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით. ყველამ დაინახა, ამან ხელი დაარტყა, ამან უპასუხა. ამაზე მეტი რა ბერდია სიჭინავს რა უნდა. ყველა ჩანაწერი ამოღებულია და ნაჩვენები პრობლემა უფრო სერიოზულია, ვიდრე ეს კონკრეტული შემთხვევა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სცენარია დაწერილი, ეს სცენარი საქართველოში არ არის დაწერილი, ამ სცენარის აღსრულებლები არიან ბევრი ადამიანები, რომლებიც პროვოცირებას აკეთებენ შეჯახების, მუშტიკერების, დაპირისპირებების და შემდეგ მხოლოდ სამხარეს აქვთ პრეტენზიები და მეორე მხარე გამოყვანილი ყავთ როგორც აგრესორი, რომ შემდეგ ინფორმაცია გაავრცელონ მათ შორის საერთაშორისო პლატფორმებზე. ჭირდებათ და ყველას მოუწოდებთ, რომ პროვოკაციებს არ აყვნեն. პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დავიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოყვა. დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან გადაისინჯა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. პროკურორმა მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე ისაუბრა. ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე, ადვოკატებმა გირაოს შუამდგომლობა დააყენეს. მათე დავიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცველებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით მას მუხლის
შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს. მათე დავიძე 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მაინტერესებს წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობ, არ ცნობ თუ ნაწილობრივ ცნობ. დუმელის უფლებას გამოიყენა. მიღებულია შეგიძლია დაბრძანდეთ. სახლის განხილვის ამ ეტაპზე არ არის გამოვლენილი რაიმე ახალი არსებით ხასიათის გარემოება, რომელიც შესაძლოა საფუძველი გამხდარიყო ბრალდებულის მიმართ შერჩეული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა შეცვლის სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიების. ამ ეტაპზეც არსებობს ორი საფრთხე. ეს საფრთხეები არის მიმავლის დასაბუთებული ვარაუდი, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი. ყოველი აღნიშნულის გათვალისწინებით ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზეც რელევანტური აღკვეთის ღონისძიება არის პატიმრობა და ძალაში უნდა იქნეს დატოვება. ის მტკიცებულებები, რაც სასამართლოშია წარმოდგენილი ალბათობის მაღალი ხარისხით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს იძლევა, სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ ბრალდებულ მათე დევიძის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე გადაეცეს არსებითად განხილვას, რაც შეეხება სხდომის თარიღს, განესაზღვროს მიმდინარე წლის 30 იანვრის 14 საათი. სხდომა დასრულებულია, ყველა სქემშვიდობებით სარგებ წამდებებს. დღეს იყო წინა სასამართლოს სხდომა და ასევე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცოდით, აღკვეთი ღონისძიებია დარჩებოდა იგივე და არ მოხდებოდა მისი შეცვლა. ეს არის დღევანდელი ბრალდების და სასამართლოს პოზიცია. შეთანხმების მიღწევიდან რამდენიმე საათში ისრაელის მთავრობა ჰამას პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით ჰამასმა ბოლო წუთას კრიზისი შექმნა, რის გამოც შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ეს განცხადება ისრაელის პრემიერის ოფისმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სამშვიდობო შეთანხმება დაადასტურეს როგორც ყატარმა, ასევე შეერთებულმა შტატებმა. 6 კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა, 600 მანქანა ჰუმანიტარული ტვირთით და ისრაელის სამხედრო ძალების ანკლავიდან ეტაპობრივად გაყვანა. სამეტაპიანი შეთანხმებიდან აღნიშნული პუნქტების გარდა მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მძევლებია. თითოეული მშვიდობიანი მძევლის სანაცვლოდ ჰამასი მიიღებს 30 მსჯავრდებულს, ხოლო თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის 50 პატიმარს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დრომდე არ კონკრეტდება მძევლები ცოცხლები არიან თუ საუბარია ცხადრების გადაცემაზე. როგორც ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი მკაფიოდ ბაცხადებს, მართებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არ არსებობს უფრო მაღალი მორალური ადამიანური ვალდებულება, ვიდრე ჩვენი შვილების სახლში დაბრუნება. ჩვენი დების და ძმების დაბრუნებაზე ვოცნებობთ. არავითარი ილუზია არ უნდა არსებობდეს, როდესაც ეს შეთანხმება ხელმოწერილი და რეალიზებული იქნება, რომ ის არ მოიტანს მძიმე, მტკივნეულ და რთულ, ტანჯველ მომენტებს. ის რაც 7 ოქტომბერს მოხდა უსაფრთხოების სფეროში საბრძოლო მიღწევა, ჩვენი ხალხის და ჩვენი წინააღმდეგობის ისტორიულ სიამაყედ დარჩება. ეს თაობიდან თაობას გადაეცემა მას შემდეგ, რაც მტერს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. ჩვენი ხალხი აღიდგენს საკუთარ ყველა უფლებას, თუ ღმერთის ნება იქნება. ეს ოკუპაცია მალე ჩვენს მიწას დატოვებს. დღეს შეთანხმების მიღწევის და აგრესიული ომის დასრულების გამოცხადებით, ჩვენ მადლიერების სიტყვებით ვიხსენიებთ, ვინც რთულ დროს ჩვენს ხალხთან ერთად იყო. ორივე მხარის და მოლაპარაკებების მონაწილეების დადასტურებით ამ შეთანხმების გარშემო სამუშაოები მიმდინარეობს, რათა უმოკლეს დროში მოლაპარაკებების პროცედურები დავასრულოთ. შეთანხმების რეალიზაცია კვირას 19 იანვარს დაიწყება. რეალიზების ზუსტი ვადები უფრო მოგვიანებით იქნება განსაზღვრული. შეთანხმების პირველი ეტაპი 42 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას, ისრაელის ჯარის ღაზას სამხრეთ ნაწილში დასახლებული პუნქტებიდან გაყვანას, ტყვეების გაცვლა შესაბამისი დადგენილი მექანიზმის მიხედვით, დაღუპულთა ცხედრების გაცვლას და დევნილების საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებას. ისრაელსა და ჰამას შორის შეთანხმებაზე უკვე არაერთმა მსოფლიო ლიდერმა გააკეთა განცხადება, მათ მიმდინარე პროცესის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და იმ ნაბიჯების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელიც კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა უნდა გადადგან. 15-თვიანი ომის განმავლობაში ეგვიპტის და ყატარის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარდგენილი წინადადების გარშემო მიმდინარეობდა. ძვირფასო ამერიკელებო, ჩემი ადმინისტრაციის 8-თვიანი უწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელმა და ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის დეტალები საგნობრივად წინა წლის მარტში წარვადგინე. ეს გეგმა შემუშავებული და შეთანხმებული იყო ჩემი გუნდის მიერ და დიდწილად ახალი ადმინისტრაციის პირობებში იქნება რეალიზებული. ამიტომ ჩემს გუნდს დავავალე ახალი ადმინისტრაცია საქმის კურსში ჩააყენონ, იმიტომ რომ ზუსტად ასე უნდა იმუშავონ ამერიკელებმა. ეს არის არამხოლოდ ჰამასზე უკიდურესი ზეწოლის, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისა და ირანის დასუსტების შედეგი, არამედ დაუღალავი და შრომატებადი ამერიკული დიპლომატიის შედეგი.
მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის შეთანხმების მიღწევას და ღაზაში მძევლების გათავისუფლების გამოცხადებას. ჩემს მადლიერებას გამოხატავ შუამავლების, ეგვიპტის, ყატარის და შეერთებული შტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა მონაწილე მხარეს, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმების სრულად რეალიზება უზრუნველყონ. ახლა ჩვენს პრიორიტეტად უნდა იქცეს იმ უდიდესი ტანჯვის შემსუბუქება, რომელიც ამ კონფლიქტმა გამოიწვია. რუსეთის ვორონეჟის ოლქში ნავთობის საცავი წვის ლინსკის რაიონში საწოვის რეზერვუარებს უკრაინული დრონებით იერიში შემდეგ გაუჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ღამით რამდენიმე ოლქში დრონების საფრთხის გამო ჩაერთო. რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლი დაბომბეს შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ასევე ერთი ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები. პარალელურად რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. ეს არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხერხდა. ვოლდიმირ ზელენსკიმ გაწეული დახმარებისთვის პარტნიორს მადლობა გადაუხადა. კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ეს უკრაინაში პრემიერის რანგში კირ სტრამერის პირველი სამუშაო ვიზიტია. მას რკინიგზის სადგურზე ელჩი დახვდა დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტთან. ბრიტანეთი თავდაცვის და ეკონომიკის სფეროებში უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებას გეგმავს. ხელი მოეწერება 100 წლიანი პარტნიორობის შეთანხმებას. სტრამერის ოფისის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კიევი და ლონდონი ამ შეთანხმებით გააძლიერებენ საზღვაო უსაფრთხოების სფეროში სამხედრო თანამშრომლობას, რათა ბალტიის, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოება გაძლიერდეს და რუსული აგრესია შეჩერდეს. რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს და ორივე ქვეყანას მოუწევს დათმობებზე წასვლა. ამის შესახებ მარკო რუბიომ სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. ის ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობას დაიკავებს. რუბიომ ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი ალიანსი უწოდა, გაიმეორა ტრამპის პოზიცია, რომ წევრმა ქვეყნებმა მეტი უნდა გადაიხადონ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის. რუბიოს კითხეს დაუჭერს თუ არა მხარს საკუთარ კანონპროექტს, რომელიც უკრძალავს პრეზიდენტს ნატოდან გასვლას კონგრესის კენჭისყრის გარეშე. რთულია იმის თქმა, რომ მე არ დავუჭერ მხარს კანონს, რომლის მიღებასაც დავეხმარე, საფულეზე ძალაუფლება ისევ კონგრესს ეკუთვნის, განაცხადა მარკო რუბიო. ეს ომი უნდა დასრულდეს და მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, რომ ჩვენ გვინდა მისი დასრულება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს რეალისტი, დათმობებზე წასვლა მოუწევს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ასევე უკრაინელებს. პრობლემა, რომელსაც უკრაინა ეჩეხება, ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ. მილიონობით უკრაინელი აღარ ცხოვრობს უკრაინაში და არავინ იცის, რამდენი დაბრუნდება უკან. უკრაინის აღდგენას ათეულობით წლები და ასეულობით მილიარდი დოლარი დასჭირდება. დახმარება რამდენიც საჭიროა და როდემდეც საჭიროა, არ არის რეალისტური და გონივრული პოზიცია. ომი უნდა დასრულდეს. რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა და მათმა მოხსნამ შესაძლოა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ხანგრძლივი ცივი ომის ტრიუმფალურად დასრულების შემდეგ ორპარტიულ კონსენსუსს მივაღწიეთ. ეს იყო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ჩვენ ისტორიის ის ეტაპი დავასრულეთ და მსოფლიოს ყველა ერი დასავლური დემოკრატიის ნაწილი გახდებოდა და რომ საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდა, ჩანაცვლებოდა ლიბერალური დღის წესრიგით და ყველა უარს იტყოდა ეროვნულ სუვერენიტეტსა და იდენტობაზე, რათა გამხდარიყო მსოფლიო მოქალაქე. ასეთი მიდგომა და ფიქრი ამის შესახებ არ იყო მხოლოდ ფანტაზია, არამედ იყო სახიფათო ილუზია. 82 წლის ჯო ბაიდენმა ნახევარსაუკუნოვანი პოლიტიკური კარიერა დაასრულა. ბოლო გამოსვლა ოვალური კაბინეტიდან იყო. მან საკუთარი სიტყვა თხოვნი დაიწყო, ამერიკელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. აქვე გააფრთხილა საკუთარი ხალხი, რომ შეერთებულ შტატებში ყალიბდება სიმდიდრის, ძალაუფლების და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ბაიდენი ძალაუფლებას ტრამპს ოფიციალურად ორშაბათს გადასცემს. 47 პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. სურს გავაფრთხილო ქვეყანა ზოგიერთი რამის შესახებ, რაც ჩემში დიდ შეშფოთებას იწვევს. ეს არის ძალაუფლების საშიში კონცენტრაცია ძალიან მცირე რაოდენობის უკიდურესად მდიდარი ადამიანების ხელში. დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ყველასთვის წინსვლის სამართლიან შანსს. ამერიკელები ეფლობიან დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის ზვავის ქვეშ, რაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას უწყობს ხელს. თავისუფალი პრესა ინგრევა, რედაქტორები ქრებიან, სოციალური მედია უარს ამბობს ფაქტების შემოწმებაზე. სიმართლე იხჩობა ძალაუფლებისა და მოგებისთვის ნათქვამი ტყუილებით. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი სოციალურ პლატფორმებს, რათა დავიცვათ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები და ჩვენი დემოკრატია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან.
დანის პრემიერ-მინისტრმა შტატების არჩეულ პრეზიდენტს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ გრენლანდიამ თავად უნდა გადაწყდეს საკუთარი მომავალი. ინფორმაციას პოლიტიკო დანის პრემიერის ოფისზე დაღნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მეტე ფრედერიკსენმა დონალდ ტრამპს გაუმეორა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის მუტეიგედეს განცხადება, რომ გრენლანდია არ იყიდება. დონალდ ტრამპს სატელეფონო ზარის შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია. მას სოციალურ მედიაში განათავსა 2019 წლის გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად გრენლანდიელთა 78% მხარს უჭერდა დანისაგან დამოუკიდებლობას. ეს არის კურიერი სამზე, რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვენაში ინვესტორებს შეხვდა. რაიფაიზერ ბანკის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას 25-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი დაესწრო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნათია თურნავამ, როგორც საქართველოში წარმოდგენილ, ასევე პოტენციური ინვესტორებს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაციები წარუდგინა, ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებში. ჩვენ გვინდა რომ დავარწმუნოთ ინვესტორები იმაში, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური გარემო არის სტაბილური, ჩვენი პოლიტიკა არის თანმიმდევრული და საკმაოდ მიზიდველ ადგილად რჩება საქართველოს ინვესტორებისთვის. ნიშანდობლივია, რომ აქ მონაწილეობს 25-ზე მეტი ინვესტორი, ინსტიტუციური ტიპის ინვესტორი, ფონდები, სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, საინვესტიციო ჯგუფები. და ეს მეტყველებს იმაზე, რომ მაღალი ინტერესია ზოგადად საქართველოს მიმართ. აგროსკოლა მოსწავლეებისთვის მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ სოფლის მეურნეობის დარგების და აგრარული მიმართულებით. სასწავლო კურსი დასრულებულია. შემაჯამებელ შეხვედრაზე აგროსკოლის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და გაეროს პროგრამის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა სერტიფიკატები გადასცეს. აგროსკოლა ეს არის კარგი პლატფორმა, არის საფუძველი, არის мотиваცია იმის, რომ შემდგომში ამ ახალგაზრდებმა სწავლა გააგრძელონ აგრარული მიმართულებით. ჩვენი სამეცნიერო პოლიტიკაც ეს არის და პრიორიტეტიც ეს არის, რომ ხელი შეუწყოთ ახალგაზრდებს, რომ შემდგომში სწორედ იმ დეფიციტური პროფესიების მიმართულებით გააგრძელონ სწავლა, როგორც არის გარემოდაცვის მიმართულება და როგორც არის აგრარული განათლება. აგროსკოლის პროექტი არის შედარებით ახალი ინიციატივა, რომელიც წარმოუდგენელი წარმატებით სარგებლობს, დიდი წარმატებით სარგებლობს და პოპულარობით მის მსმენელებში და მოხარული ვართ, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას და აქტივობას ხელს უწყობთ. ეს არის ის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რომ მიიღონ ინფორმაცია ესეთი დინამიური სფეროსთვის, როგორც არის სოფლის მეურნეობა, სურსათის წარმოება. რუსთავის ბაგა ბაღებში აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება. მერიის ინფორმაციით უკვე გადამზადეს 600 აღმზრდელი. მუნიციპალური ორგანოს ცნობით რეფორმის ფარგლებში ჩატარდა ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგებიც, ამასთან ნუტრიციოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად შეადგინეს ბავშვთა კვების რაციონი. ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ პირველ რიგში გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა. დღეს რუსთავში 4 საბავშვო ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც პრემიერის უდიდესი მხარდაჭერაა. ასევე ვცდილობთ, რომ საავგზელო პროცესში დავნერგოთ ისეთი მეთოდოლოგია, როგორიც არის შალვა ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულება. ამ კუთხით გადამზადებულია 600 თანამშრომელი, ასევე ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგების მომზადებას, რომ ინკლუზიური განათლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი ჩვენ საბავშვო ბაღებში.